თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და ახალი სადგურის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა. ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება თბილისში მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებით ახალი სადგურების საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოების შეწყობა. რატომ გადაწყვიტა თბილისის მერიამ მეტროს არსებული ხაზის გაფართოება კონკრეტულად გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებზე, რა არის პროექტის სავარაუდო ღირებულება და რა ვადებს შეიძლება უყურებდეს ქალაქში ახალი მეტროს სადგურების მშენებლობა. ანუკა ჯოხაძე ცდილობდა დღეს თემის დეტალების გარკვევას და ახლა პირდაპირ ეთერში გვეტყვის, რაც ამბობენ მერიაში და რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივას. ელენე ბაზრის კვლევა, რომელიც თბილისის მერიამ დაიწყო, ჯამში მეტროს არსებული ქსელის 5.2 კილომეტრით დაგრძელებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად საუბარია გლდანის მიმართულებით 2.2 კილომეტრის ახალი გვირაბის გაყვანაზე, ხოლო ვარკეთილის მიმართულებით გვირაბის სიგრძე 3 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 ახალი მეტროს სადგურის აშენება უნდა მოხდეს. ვიმჯი დაინტერესდა, რატომ დადგა საკითხი. დღის წესრიგში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი ამბობს, რომ ეს ვარკეთილის და გლდანის სადგურების გადატვირთულობას უკავშირდება. ირკვევა, რომ 1 კილომეტრზე სავარაუდო ხარჯად 70-80 მილიონი დოლარი მოიაზრება, ანუ საუბარია მინიმუმ 364 მილიონ დოლარზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა მხოლოდ პირობითი თანხაა, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. სტატისტიკასაც რო გადავხედოთ, მარტივი განსასაზღვრია, რომ ყველაზე გადატვირთული სწორედ ეს ბოლო სადგურები არის, მეტროს სადგურები ჩვენ შემთხვევაში. შესაბამისად, ეს დაგრძელებები ხელშეუწყობს განტვირთვას ამ ბოლო სადგურების. ბოლო 3-4 წლის წინანდელი ფასებით რაც ქონდა მოძიებული, 1 კილომეტრი ხაზის მშენებლობა მიწისქვეშა განლაგების ჯდებოდა 60-დან 100 მილიონ დოლარამდე, ისა და ისევ აქ ბევრი დეტალი არის, ლანდშაფტის მნიშვნელობა აქვს, განლაგებას, კვეთებს, მათ შორის მდინარის ქვეშ კვეთებს და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია, მოკლედ მერყეობს ამ ნიშაში ეს ფასები, ჩვენი შემთხვევაში, ჩვენი პროექტის შემთხვევაში ისევ და ისევ ბაზრის კვლევა აჩვენებს, სადღაც 70-80 მილიონ დოლარის ფარგლებში. ფრანგულ კომპანია სისტრეში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არაერთი კვლევის ავტორია, გვიხსნიან, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე მეტროს გაფართოების საჭიროება გაზრდილი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე არსებობს. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ასმად აბესაძე ამბობს, რომ ხშირად ისმის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროს არსებული სისტემის გაფართოება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც ის არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ინფრასტრუქტურა ქალაქს განვითარებასთან ერთად გარდაულად სჭირდება, რომლისთვისაც ინვესტიციის გაღება მოწევს. მეტრო ახმეტელზე მეორე ჩასასვლელიც რომ გაკეთდეს და ეს გაკეთდება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩაშვებულია უკვე პროექტირებაში. მაინც არ უშველის, იმიტომ რომ ხალხის ნაკადი, ადამიანების ნაკადი ისეთ მზარდუბანში, როგორიც არის გლდანი, 2 მეტროს ჩასასვლელი, ანუ 1 მეტროს სადგურში ამ ხელაუბანს ვეღარ მოემსახურება. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი იდეა, კიდევ დამატებითი სადგურის შექმნა გლდანისთვის და დაგრძელება მეტროს ქსელის. რაც შეეხება ვარკეთილს, მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან საინტერესო იდეა. ავტომობილების რაოდენობა, რომელიც დილას სამსახურში თუ სკოლაში მოედინება ვარკეთილის ზედა რაიონებიდან, აი ჰოალინგიდან ქვემოთ მე-4 მიკრორაიონია ვარკეთილის და მე-3 და იქიდან მე მოდის უკვე ქალაქის ცენტრისკენ, ანუ ვარკეთილს ქვედა სადგურსაც გამოივლის და მე ქალაქის ცენტრისკენ მიდის. აი ეს ნაკადი ძალიან დიდი არის, აი გაუთავებელი საცობები და ამ საცობებს ვერ ვუშველით. ვერ უშველის მერია თუ დამატებით არ შეეშველა კიდევ რაიმე სახის ტრანსპორტი. გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამ მიმართულებებით მეტროს გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს ჩვენთან ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილიც, მისი თქმით მეტროს თავდაპირველი სქემის მიხედვით, როგორც ვარკეთილის, ისე გლდანის მიმართულებით ახალი სადგურების მშენებლობა განიხილებოდა, თუმცა პროცესები მაშინ დაპაუზდა. კითხვაზე შეიძლება თუ არა სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით მოხდეს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება და შეიძლება თუ არა მაგალითად ეს იყოს მიწისზედა მეტრო, როგორც ევროპის არაერთ ქალაქშია, ბაბუნაშვილი პასუხობს, რომ ამ მონაკვეთებზე აღნიშნული პროექტის განხორციელება რთულია, რადგან მარშრუტი შესაბამის პირობებს არ იძლევა.
მიწის ზედაპირზე მიწის ზედად მეტროს გაკეთებას, ეს ფიზიკურად ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს ბოლო სადგურები, საიდანაც უნდა მოხდეს ხაზის გაგრძელება, ახმეტელის თეატრი ნავაკეთილი საკმაოდ დიდ სიღრმეზეა, 40 მეტრზე მეტი და ამის შემდეგ თან რელიეფიც ადის მაღლა და მეტროს აქვს სტანდარტული ქანები, ანუ 100 მეტრზე 4 მეტრზე მეტი თან შეუძლია მას, ასე ვთქვათ, მაღლა ამოსვლა და უბრალოდ ფიზიკურად რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ ამის შემდეგ მიწის ზედა გაგრძელება მოყვეს. ამიტომ არის ჩადებული სხვათა შორის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ იმ კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელიც დაინტერესდება, მას გამოცდილების ერთ-ერთი კომპონენტია, რომ უნდა კონდეს საესკალატორო გვირაბების აგების გამოცდილება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში საესკალატორო გვირაბები იქნება საჭირო. როგორც ცნობილია, თბილისის მეტროს ქსელში ბოლოს ახალი მეტროსადგური უნივერსიტეტი 2017 წელს გაიხსნა, რომლის მშენებლობას 2 წელი და 83 მილიონი ლარი დასჭირდა. თან ეს მაშინ, როცა ახალ სადგურამდე გვირაბი უკვე გაყვანილი იყო. დღეს დედაქალაქს ჯამში 23 სადგური აქვს 1985 წლიდან დღემდე, ანუ 40 წელიწადში და რამდენიმე მთავრობის პირობებში მხოლოდ 2 მეტროსადგურის გახსნა მოხერხდა. მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.